13 ივნისის დილას ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიშები წამოიწყო. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში. ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაადასტურა. Moments ago, Israel launched operation. რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია ამომავალი ლომი, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც ისრაელის მიმართ ირანული საფრთხის აღმოფხვრა. ეს ოპერაცია იმდენი დღე გაგრძელდება, რამდენიც ამ საფრთხის მოსაშორებლად იქნება საჭირო. აწლეულების განმავლობაში თეირანის ტირანები ისრაელის განადგურებისკენ თავხედურად და ღიად მოუწოდებდნენ. მათ თავიანთი გენოციდური რიტორიკა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამით დაამტკიცეს. ისრაელის თავდასხმა მას შემდეგ ხდება, რაც თეირანის სწრაფად განვითარებადი ბირთვული პროგრამის გამო დაწყებულმა რამდენიმე კვირიანმა მოლაპარაკებებმა შეერთებულ შტატებსა და irans შორის ხელშესახების შედეგი ვერ მოიტანა. ისრაელის მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას არ დაუშვებდა. In recent years, Iran is ბოლო წლებში ირანმა გამდიდრებული ურანი 9 ატომური ბომბისთვის გამოიმუშავა. 9 ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასდროს გადაუდგამს. ნაბიჯები ამ გამდიდრებული ურანით იარაღის შექმნისკენ და თუ ირანს არ შევაჩერებთ, ის ბირთვული იარაღის შექმნას ძალიან მოკლე დროში შეძლებს. ეს შესაძლოა 1 წელიწადში მოხდეს, ეს შესაძლოა რამდენიმე თვეში მოხდეს. 1 წელზე ნაკლებ დროში, რაც აშკარაა და რეალური საფრთხეა ისრაელისთვის. მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მან უარყო თავდასხმაში ვაშინგტონის ჩართულობა და დასძინა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. დღეს ღამით ისრაელმა ირანზე ცალმხრივი ქმედება განახორციელა. ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით ეს თავდაცვისთვის აუცილებელი იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში არიან რეგიონულ პარტნიორებთან. მინდა ნათლად განვაცხადო, ირანმა არ უნდა ამოიღოს მიზანში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ან პერსონალი. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანში იმამ ხომენეის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია. ასევე სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური გენერალი ჰოსეინ სალამი ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ვრცელდება სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების გარდაცვალების შესახებაც, თუმცა ირანულ მედიაში აღნიშნულს ჯერ არ ადასტურებენ. სახელმწიფო მედიამ აჩვენა ურანის გამდიდრების მთავარი ობიექტი ნატანზში, რომელიც კვალმში იყო გახვეული. უცნობია თუ რამდენად მძიმეა დაზიანება.